აი ეს ადგილია 50 cent-მა ეს 500 რო იყიდა. მან არის ძალიან ბევრი ფილმი გადაღებული. Hi Junior Brother is gay. ხო, საინტერესო ფაქტი ის არის, რომ Queens-ის დაუნთაუნში მოვედით. მანჰეტენს რო უყურებ ბეტონის ჯუნგლებს გავს. ამის Times Square უფრო ლამაზია აშკარა. აქ 24 საათი არ წყდება ხალხის მოძრაობა. Atlantic Ocean, Atlantis ოკეანეზე გამოვიდა. ეს დღე მეორე ბრუკლინის ქუჩებში ვსეირნოთ. დილა არის ჩვენთან. დილის 10 საათიც არ არის. ესე ცხოვრობენ ამერიკელები. კაი დაგათვალიერეთ როგორი ეზოები აქვთ. ნაგავი გამოვაქვს დილით მერე დასუფთავების სამსახური ჩამოგვიდეს და გააყოლეს ყველაფერს. ამაყობენ თავიანთ ქვეყნით, ყველგან დროშა აქვთ გამოფენილი, ყველგან. მაგაც. მაგაც დროშა. ესეთ პატარა კონდიციონერები აქვთ, საკმაოდ ხმაურიანი არის, პრაქტიკულია, მაგრამ საკმაოდ ხმაურიანია. ესეც M5 F90. ძირითადად დადის Toyota, სხვათა შორის ძალიან ბევრი შემხვდა Mazda CX-90. დიდი Mazda-ები ახლები. ძალიან ბევრი დადის. ეს ჯიგარი Toyota, ძალიან ბევრი დადის ეს Toyota და Mazda. მაიც გავატანე. კიდე მეორე. ეს რაღაც წირო ნომრები არ აქვს, ეს სავარაუდოდ სხვა შტატის არის. გამონახოთ ინდიანა შტატი, ინდიანაში. იმიტომ რომ ნიუ-იორკში წინ ნომრები სავალდებულოა და ზოგიერთ შტატში წინ ნომრები არ არის სავალდებულო. კანადური ნაზვი. ესეთი მეც მაქვს, მაგრამ ხელა არ გაზრდილა. ჯერ პატარა. პრიუსები ძირითადად ქართველები დადიანო. ახლა ეს არ ვიცი, მაგრამ მესამე თაობა, მეოთხე თაობა პრიუსები ჯერ ძალიან იშვიათად არის აქ. და თუ შეხვდება, რავი, ალბათ 90% ქართველიაო. ასეთ დანჯღრეულ მანქანებსაც ნახავთ. ზუსტად პრიუსებს ლაპარაკობდი, ქართველები დადიან თქო და დარა. ჯიგარს. ესეც ქართველი იქნება დარწმუნებული. ეხლა ვართ Kings Highway-ზე. ეს ბრუკლინში ერთ-ერთი ძელი ქუჩაა, ცენტრალური. აი, სადაც ეს groceries-ზე დელი რო აწერია, მან ეგეთ მარკეტებში შეიძლება შეიძინოთ ლუდი. სხვა მაღაზიებშიც არის, მაგრამ ძირითადად მან უეჭოლი აქვს ხოლმე რა. ან ლუდი თუ გინდა, მაგრამ მაღაზიაში უნდა შეხვიდე. აქაურ ლუდს რაც შეეხება, ბოთლის ლუდი არის ჩვეულებრივი სპირტი. აქეთ სახელოსნოები არის, პროფილაქტიკები.
აქ გუშინაც გამოვიარე და გუშინაც ჩამოგდებული ქონათ ეს ტრავერსი. თუ არ ვწდები, აქ არის გადაღებული Get Dry or Train 50 Cent-ის ფილმი რომ არის ამ ადგილზე არის გადაღებული. აი ეს ადგილია 50 Cent-მა ეს 500 რო იყიდა გამოაგელვა since you like putting fingerprints on. Back again. The top is so much better than the bottom. ანუ რეალურად ახლა ამ ყველაფერს რო უყურებ ანუ ზუსტად ის ფილმები რაც მაქვს ნანახი ბავშვობაში ყველაფერი წარმომიდგება თვალწინ ახლა ის ზუსტად აი ეს აი ამ ადგილს რო უყურებ ამ არეალს ძალიან მაგარია ეხლა მივდივართ Flatiron building-ი უნდა ვნახოთ. ეს ადგილი არის რაღაც უთოს ფორმა აქვს შენობას და მანდ არის ძალიან ბევრი ფილმი გადაღებული. Spider-Man-ი, კიდე Jim Carrey-ის Liar და კიდე ბევრი ფილმი არის გადაღებული მაგ ადგილზე. Spider-Man. Fine, Franklin. No thought to bag a rare species. მოგეთ წავიდეთ და თან თქვენს გაჩვენებთ. აბა რეალურად რანაირია. ჩემთვის უფრო რეალური გამოდის, მაგრამ თქვენს სხვა რაკურსით შეგახედეთ. უახლოვდებით. ახლა რემონტი არის და წინა ხედით რაც გაჩვენეთ. ხარაჩოები აქვს, უყურეთ. ხო და ამაზე რა ინფორმაციაც მოვიძია არის ის რომ აი შენობა არის, აი ეს წინდანაც გაჩვენეთ. არის ის რომ ეს ფორმა მიცეს, იმიტომ რომ ჰაერის ნაკადები გაეჭრა და რაღაცა სხვა მიმართულებით, ორი მიმართულებით გაეშვა ქალაქში. აი მოვედით. აი ეს ადგილი არის, სადაც გადაღებული ეს ფილმები. ეს შენობა არის შიგნიდან, როგორც მოვიძიე ინფორმაცია, რკინის სტრუქტურით არის, გარედან ვიზუალურად ბეტონით არის აშენებული, მაგრამ შიდა არის რკინა. და წლებია მისი რემონტი მიმდინარეობს. და დღემდე ამ სიტუაცია, ამ კონდიციაში არის, ესეა წლებია, ან ვერ დასრულდა ამის რემონტი. ნუ სავარაუდოდ ახლა ის რკინა შეიძლება შიგნით ცვლიან, არ ვიცი დეტალს და ძალიან დიდი დრო უნდა. შეგახედოთ ირგული ცათამჯენები. ეხლა ვაპირებთ რომ წავიდეთ World Trade Center-ში, ცენტრთან. ეს ადგილი არის აი 2001-ში რომ მოხდა ტერაქტი, ის ადგილი არის და იმ ორი Twins-ის ადგილზე, ორი ტყუპის შენობის ადგილზე ააშენეს ერთი დიდი ცათამჯენი და მოგეთ მაგ ადგილზე მიდივარ რომ მოვინახულოთ. ამდენი ხალხია, დოი. Broadway.
stop recording people, you make it hard here. That's New York. Რაღაც სუვენირი ხო უნდა წავუიღო გიოს და ავიკითხო რამე ჩამომიტანეულს რაც მაგრად გამოსწორდებაო და ეხლა აკეთებია რაღაცებს და ეხამეს ვიხილდა. Hi brother. How much for this? That's $5. $5? $1.5. My junior brother is gay and I get to be. No problem. Thank you so much. Dios, amogide. Yes, New York Police Department. New York is policia. Yes, it's World Trade Center. Wow. აქ იყო ის twins-ი, სადაც თვითმფრინავები შეეჯახა და დაიღუპა ხალხი. და აქ არის მათი მემორიალი. აქ სადღაც არის ჯერ არ მეც არ ვიცი უნდა მივიდე, მაგრამ სადღაც აქ არის ეგ მემორიალი. ეს ადგილი არის დაღუპულების მემორიალი. აქ როგორც ვიცი, მე მგონი აუზი უნდა იყოს რაღაცა. რომელიც ახლა რომელიც ახლა დამშრალი არის. ეს დაღუპულების სახელები არის აქ სუნთლიანად ყველგან. ამ ადგილზე იდგა, როგორც ვიცი, ერთი შენობა, მეორე იქით გვერდზე. რო დაფიქრდი ადამიანი, არაფრის გამო დაიხოცა ეს ხალხი. არაფრის გამო აბსოლუტურად. რაცა დეგენერატი ტერორისტების გამო. ხო, ანუ ორი შენობა ხო იყო? ნუ არასწორი ინფორმაცია მქონდა. მეგონა რომ ერთის ადგილზე ანუ აშენდა ეს მაღალი ცათამბჯენი და ანუ მეორე ადგილი როგორც მემორიალი ისე იყო. ეს გვერდითა შენობაც რომელიც დაინგრა, აი ეს არის გვერდზე, იქით არის ის, სადაც ესე ვთქვათ აუზი არ არის. აი შეხედეთ როგორი ადგილია. ანუ ამ ტერიტორიაზე იყო ლიანად ერთი ცალი, მეორე იქით. და ორივე ადგილი მოკლედ ესე გადააკეთეს, ესე ვთქვათ, მემორიალად და აღარ დადგეს შენობები. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ეს ნიუ-იორკის პოლიციის ავტომობილები არის აი დამატებითი უსაფრთხოებისთვის აქ გარედან ფირფიტები, რკინის მიკრული, ჯავშანი, რკინა არის. აი შეხედეთ გამოშვე. უსაფრთხოების მიზნით. მაგარია. მუსავარო, და ნახეთ კიდე გვერდზეც შიგნითაც სამხედრო ბრონირებული შუშა აქვს. ანუ ადამიანის სიცოცხლე და ზოგადად უფლებები ამ ქვეყანაში არის უმაღლეს დონეზე აყვანილი. აი აქეთაც ეს ბრონირებული. ახლა აქ ეს რომ წინა აქვს და რეალურად შიგნითაც ბრონირებული შუშა. ეხლა მივდივართ charging booth-ან, აი ხარი რო არის.
Wall Street-ის. აი მანდ მივდივართ. ეს მალე ვიქნებით. Yeah, it was kind of big. მეგონი ვხედავ უკვე. ეს ადგილიც ეს გაბრაზებული ხარით რამდენიმე ფილმში არის გადაღებული. ერთ-ერთი რაც მახსენდება არის ჰიჩი, უილ სმიტი და ევა მენდესი რომ თამაშობს. Almost. ეს არის ოღონდ მეორე მხარე არის იქ. კანონაცემი. ერებილი ჩანს ეგარი და ესე არის ანუ ზოგადად მიჩნეული რომ იქ ხელს მოკვდა. ზე აროჩ ფინანსურად გამდიდრდებიან. აპირებ? რა ვიცი, თუ დიდარი ჩამოვედი აქედან, ესე იგი გამოიცნო, რაც მითქვა რა. ეს უკვე მომდევნო დღე არის, მესამე დღე არის უკვე, რაც ნიუ-იორკში ვარ. ხო, ეხლა მივდივარ ხელსაწყოების მაღაზიაში, აქ ამერიკაში არის ესეთი მაღაზია, ქსელი არის, Harbor Freight, რომელიც ყიდის ხელსაწყოებს და ახლა ძალიან ძვირიანი არ არის რა. ხო და ეხლა მანდ მივიღოთ თქვენს დაგათვალიერებინებ ხელსაწყოებს და რავი თუ რამე მომეწონა მაგას ვიყიდი. არის კიდევ ძალიან ძვირიანი ბრენდი ამერიკული Snap-on Tools, რავი ელემენტარული ტრეშოტკა რო აიღო რაღაცა მაგალითად შეიძლება $200 იყიდეს. მაგრამ ხარისხი უმაღლესი არის. ეხლა მაგ ძვირიანს ნამდვილად არ ვიყიდი. ახლა ეგრე ამჭირდება რა ყოველ ტრეშოტკა და რა ტრეშოტკებიც მაქვს. ეგენი 5-იანზე აკეთებ, წლებია თავის საქმეს და არ გატეხილა. ეხლა წავალ ბრუკლინში ვარ და ეს მაღაზიაც ბრუკლინშია და მეტროთ უნდა წავიდე რა. ეს T&LC რო არის. ნომრები რო აქვს. ესენი არის უბერები. ხო აქ ლიცენზიას, ტაქსის ლიცენზიას აღარ იძლევიან უკვე წლებია და მოკლედ ილონამ ჩააწყო ტრამთან რომ კაროჩეო ეს გამოსაღებინეო ეს ისინიო ტესლებიო რა და ვინც ამას იყიდისო ანუ საჩუქრად ეს ლიცენზია მოყვებაო რა ეს ნომრები და აქ იმენა უბერზე ძირითადად არიან ტესლებით ხალხი ну ეხლა არის ისინი რა ქვია Toyota RAV4-ები ჰიბრიდები მაგრამ ნუ ეს ძალიან ბევრი არის დააფარა თავზე. კიდე მინდა წავიდე ჰარლემში, ეს მანჰეტენში ესეთი უბანი არის, სადაც თუფაკი გაიზარდა. მინდა დავათვალიერო ეგ უბნები. Quincy მინდა კიდე დავათვალიერო. ძირითადად შავკანიანები არიან მაგ უბნებში და ბრონქსი. ხო და ამ რაღაცებსაც გადავიღებ და გაჩვენებ. ახლა აი სიგიჟი არის, ანუ აი ქაოსი ან რაღაც არის სადმე? არსად. წყნარად დადის ხალხი. საცობები არ არის. ანუ უზარმაზარი არის, მეგაპოლისი არის, კი ბატონო, მაგრამ მაინც აი ბრუკლინში ყოველ შემთხვევაში საგიჟეთი არ არის, რაჩვენთა თბილისში ვარ. ან მაღალი კორპუსებიც არ არის. საერთოდ ძირითადად სულა ესეთი 2 სართული, 3 სართული, აჰა და აი ესეთი შენობები თუ იდგება. კიდე თუ მოახერხე სასჯელახსულების დაწესებულება არის, სადაც PDD ყავთ გამოწყდეული ჩათელახი ნაბოზარი. იმ შენობასაც გადავიღებ. თუ დრო დამჭა, იქ უკვე ცოტა ბოლოსკენ მინდა რომ გადავიღო. აი მეტრო არის უკვე იქ და მოვედი.
მოვედით Harbor Freight Tools. Hello. სამეურნეო რაღაცები ეს ჯერ არ მაინტერესებს. საკეთები. $3. ცოტა შორის $3 ნადათ არ არის ძვირი. კომპრესორები, სტეპლერები, ეს იაფიანი პულვერიზატორები, რომელიც ჩვენთანაც არის და მას გამოვიყენებთ იმაზე გრუნტზე. ეს ბრენდი ნახოთ არ ვიცი. კარგი რო იყოს ვიყიდით. კონკრეტები. სამასტოდ Daytona-ში. Market. ეს breaker bar-ები. ცუდი არ არის. ვიდი და მას ჩავტევ ხა ჩანთაში მე $21. Pittsburgh, ეს ცოტა დიდი თავაკებია. Harbor Freight. ეს თავაკების ასანთავსებელი. სხვათა შორის იმის ყიდვა მინდა. საქართველოში არის შოება არსად. Welding through primer არის ესეთი პოლიიზატორი გრუნტი, რომელიც მეტალს ორ მეტალს როცა ერთმანეთზე ადუღებ, შიგნით რო ეს გრუნტი დაასხა. ჩაულებრივი გრუნტი რო დაასხა, მოკლედ ვერ შეადუღეთ რა. და არის welding through, ანუ ატარებს ესე ვთქვათ, ეს შედუღებისას ატარებს რა ეს სითხე და კოროზიისგან იცავს. ძალიან მაგარი რაღაცა არის შოება არსად საქართველოში. გამოწერითაც არ ჯდება იაფი. ავია, ის არ ვიცი თვითონში ჩაულებრივი ბარში ჩამოდებენ თუ არა პოლიიზატორს, არ ვიცი. მიჯაჭვები. ეს ახლა ის არის რა. ეს სუსტებია. ძრავის ამწეები და სადგამები ესენი გვაქვს. ზუსტად ესეთი გვაქვს კაგრას. ესეთი გვაქვს ზუსტად. ლევანიკოს დავპირდი, პროფესორად თვითონ მითხრა. ჩაკუჩი ჩამოვიტანეო. ჩაკუჩი და მანქანა ჩამოვიტანეო. მანქანას კი უყურე, ჩაკუჩი უნდა ურჩიო რაღაც. პატარა ჩაკუჩი რაღაც. ამაზე მაგარი რა უნდა აჩქო, ნახე რა, მაგარი ჩაკუჩია პატარა, ამას გადაირევა. ამას წაუღებ. ეს ძალიან დაევასებ. ეს უეჭოლე. ის ომას. კუჩი.
კაი, მოკლედ. ამ ორ ჩაკუჩს ვიყიდი. ის გრუნტი არა აქვს. ხოდა? Okay, ის არ არის მოკლედ რაც მინდოდა. ნუ მაგრამ ფლატ ხელცარიელი არ გამოსულა. ამერიკიდან მოთხრივ ჩაკუჩი. 14.13 cash or cash. Do you have a plastic bag or something like this? Plastic? No, we have paper bags and these Okay, bags. also, how much for this? This one's like $1.08. Thank you. Goodbye. ვიყიდე ჩაკუჩები. ეს $1 და 8 ცენტი ღირდა ეს ჩანთა. აქ პლასტმასის მარკებს. ძალიან იშვიათად ვქნარია, აი პატარა მარკეტებში ხარობენ, მაგრამ ცოტა დიდი მაღაზია თუ მარკეტები. ფეჯინო. ნადა. აი მანქანები. ალათით. იაგორი და მანქანა წაიღო. ეხლა მოვედით შემდეგ ხელსაწყოების მაღაზიაში, ავტოზონაში. შევალ აქაც დავათვალიერებ რაღაცებს. ეს გაჩვენეთ. თან სერვისიც აქვს, რაღაცა კონდიციონერი დატენა და რაღაცა წვრილი რაღაცები. F26. Ამ პაკეტის ბამპერი. ამ პაკეტს არ უნდა გქონდეს, არა, ამ პაკეტი, ხო. არც ამ პაკეტის ბამპერი. არა 360 კამერით კი არის. წამოშევიდით, ახლა დავათვალიეროთ კიდე რაღაცები. ხო, თან ის გვინდა, Tesla-ზე გვინდა. Model Y-ზე, ანუ Y-ზე. ცაფკის პაჩევნიკი. ხო და თან მაგასაც ვკითხავთ აქვს თუ არა. ნახე როგორი სოკეტებია და. ხო, აქ აქ ფასები უფრო ძვირია. შეიძლება ბრენდი უკეთესია, მაგრამ ანუ აქ ფასები Harbor Freight-ში გაცილებით იაფიღია რაღაცები. რასაც დავაკვირდი. აქ კითხავ აბა ერთი თუ აქვს სოკეტი ძვირიანი. აქ მაინტერესებს თუ აქვს ისა გრუნტი. ეხლა აქ მინდა welding through primer ესენები არის. Automatic head. არა. ეს არ არის. ეს ხარაც. I'm recording. I'm just filming for my YouTube videos. It's forbidden? Okay. გადაღება არ შეიძლება უნდა. I don't know. Primer for welding? Primer, yes. Yeah. No, it's used before welding. It's like a paint? It's like a paint, yes. It's like a spray can, you know? The spray can? Yes. But inside is a primer. And paint, but we don't carry primer for welding. Okay, you don't have. No. Okay. Ai, გავიო გამოიო კიდე რაღაცა. არ გვაქვს. აროჩი. ანუ საქართველოში არის შოუები ეგ რაღაცა. Просто აქედან წავიღებ დავტესტავ მეთქი რა. აქაც ვერ, იქაც არ ქონდათ. აი სადე. Lucas. Მაგაც უნდა მოთაგო სოსო. Stabilizer. Vamos.
Do you have a wheel up here? Wheel bearing for Tesla. Tesla Model Y. Front. Both side. Maybe. What year? What year? A year. 2023. 23? Yeah. 2020. Tesla Y, right? Tesla Y, yes. Yes. Which one? Long range. Looking for wheel bearing, yeah? Yes, wheel bearing. Wheel bearing. Yes. Yeah. Front? Front both yes. sides, yeah. Yes. Okay. Zero in stock. Only one in Yeah, stock. we don't have it. Oh my god. Only, And prices? only over here had it. There's a Long Island, I think. Only Long one. Island? Yeah, only one in Hampstead, stock. yeah. Only one, which the side No, is the yeah, same. only one. Yeah, they had it. So you want to order it? You could order it. July 3. 10. Yeah, July 10, then you can get it. Okay. And prices? Yeah, 171. That's a phone. 172. Okay. Okay, thank you. You're welcome. Thank you. Thank you. All I got is suits and shaders. Enjoying my life, but this on the stress I caused. It was hopeless. You say the words, I was sick as a ეხლა Queens-ის downtown-ში მოვედით, საიდანაც იშლება მანჰეტენის ღამის ხედები და რა ვიცი, ძალიან ლამაზი არის. ის ხედეთ თქვენც. მანჰეტენს რო უყურებ ბეტონის ჯუნგლებს გავს. რომელიც ულამაზესია ღამის ხედი. განათებები. Говори. Я? ამის ტაიმსკვერი უფრო ლამაზია აშკარა. I took I thought that's what we were doing. ფაქი. მეტაკ 24 საათი არ წყდება ხალხის მოძრაობა. უჟენიაშია. Everybody clap your hands. ეს აფთიაქ შემოვდი ახლა. სანაპიროზე ვაპირებთ გასვლას. მწვადები, ამერუმე ბარბეკიუ შეწოდა, აქ ყინულები შევიძინეთ. რომ გავაციოთ, ჩავაციოთ. სასმელი და ხორცს რო არ გაფუჭეს, სანამ შევწვავთ. ესე გამოიყურება, ანუ ვერ იტყვი იმენა მარტო აფთიაქი არისო, იმიტომ რომ რაღაც საკვებიც იყედება, მაგის სათამაშოები. აქეთ ჰიგიენის საშუალებები, მოვლის საშუალებები არის. შემოვედით პატარა, ესე თქვათ, ბაზარ მარკეტივით არის.
ხილი იყიდება, ყველაფერი იყიდება პრინციპში. ძირითადად ხილბოსტანი. ოკეანის რო უნდა გავიდეთ, მაგისთვის შევიძინეთ. წვენები, რავია, ხილი. Pako. ეხლა მივდივართ ბრაიტონ ბიჩზე. ხედავთ აქ ვართ. აქ ვართ. და უნდა გავიდეთ ოკეანეში. გავცურო ერთი რა, შევიგრძნო ოკეანე. როგორია? ამბობენ ძალიან ცივი არისო, ან რა სიცხეც არ უნდა იყოს, რა ტემპერატურაც, სულ ცივია წყალი. ნახოთ. მოვედით ბრაიტონზე. ეხლა შოთის პურები გვინდა, შევიძინოთ. აქაც ქართულს ვეძალები. სინამდვილეში მე არ მენატრება, მაგრამ ქართულ ემიგრანტებს ენატრება და მაინც ქართულს ყიდულობენ. ყველა ცდილობს, რომ ქართული შეიძინოს მაინც. გასაკვირი არც არის, რაზეც ხარ გაზრდილი და რა გენატრება, იმას ყიდულობენ და ესე ვთქვათ, ამ სულის ამით იკლავენ. ხო. ეხლა მალე მივართ უკვე ოკეანის სანაპიროზე და ერთად ვნახოთ. Atlantic Ocean, ატლანტის ოკეანეზე გამოვედით. ბრაიტონ ბიჩი. ადგილი გვინა, სადაც ჭრილი იქნება ხე. აი ეს, მაგალითად. მილიონების დასახლებაა. აქ უკვე იგრძნობა ამერიკული რა უფრო. აჰა, ძმა. სად მივდივართ ახლა? Connecticutში, Greenwich-ში. ამ პარკშია ძალიან ბევრი ფილმი გადაღებული. შევდივართ ახლა უკვე ვაშინგტონში. აქ წყდება ბევრი საჭირო საკითხი.